ჩვენი წინა სიუჟეტი დავასრულეთ პურისა და ღვინის მნეების ამბით, რომელთა ცხოვრება ზუსტად ისე გაგრძელდა, როგორც მათ იოსებმა განუმარტა ნანახის სიზმრები. ღვინის მნეს იოსებმა სთხოვა კეთილი სიტყვა შეეწია მასზე ფარაონისთვის, მაგრამ მას მთელი 2 წელი არც გახსენებია იოსები. უფალი კი არ ტოვებს საპყრობილეში დარჩენილს და ახლა ფარაონს უგზავნის სიზმრებს, რომლის ასახსნელად დაბარებულ მსახურთაგან ვერც ერთი ვერ განმარტავს. სწორედ მაშინ იხსენებს მეღვინე უხუცესი იოსებს, ასე დგება ჟამი ჯერ კიდევ ყმაწვილობის დროინდელი იოსების სიზმრების ახდენისა. უთხრა ფარაონმა იოსებს, შენზე კი მითხრეს, რომ სიზმრების ახსნის ოსტატი ხარ. ამის საპასუხოდ იოსებმა თავმდაბლად უთხრა, ეს ჩემგან კი არა, ღვთისგან ხდება. თვითონ ღმერთი გცემს პასუხს მათზე. და უამბო ფარაონმა იოსებს თავის სიზმარი, რომლებიც ზედიზედ 2-ჯერ ნახა. როდესაც მოისმინა იოსებმა ეს სიზმარი, უთხრა, რომ ეს არის ღვთისგან მოცემული და ეს ასრულდებოდა. და იოსებმა განუმარტა, რომ ეს სიზმარი ნიშნავდა 7 წლიანი, ესე იგი მოსავლიან პერიოდს და 7 წლიან ესე იგი შიმშილობის პერიოდს. იოსები გამორჩეული იყო როგორც საღვთისმეტყველო, ესე იგი ღვთისმიერი აზროვნებით, ისევე მიწიერი, ესე იგი პრაქტიკული აზროვნებით. ამიტომ ფარაონი სწორედ მას დაავალებს ამ ყველაფრის განხორციელებას. 30 წლის იყო იმ დროს უკვე იოსები. სწორედ ამ წლიდან იწყო მან აღმასვლა ამ ქვეყნიური ცხოვრების მწვერვალებისა და წარმატებისკენ. ეგვიპტური წესების მიხედვით მისი დანიშვნა თანამდებობაზე განსაკუთრებულ გარემოებაში მოხდა. თვითონ ფარაონმა გადასცა მას დიდი თანამდებობისთვის შესატყვისი რეგალიები, ოქროს ბეჭედი, ძვირფასი ჯაჭვი და შესანიშნავი შესამოსელი. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვა: მე ფარაონი ვბრძანებ, შენს გარეშე ვერავინ შემოვა ეგვიპტის მიწაზე. გარდა ამისა, ფარაონმავე მისცა იოსებს ცოლად ასენეფი, გავლენიანი ქურუმის ქალიშვილი და ამით დაუმკვიდრა ადგილი იოსებს ეგვიპტელთა ამ ძლიერ კასტაში. მალე ფარაონის სიზმრებმა იწყეს ასრულება, დადგა შემოსავლიანი წლები. თავად ფარაონისგან მიღებული ძალაუფლებით იოსებმა ამ 7 უხმოსავლიანი წლების მანძილზე მოიარა მთელი ეგვიპტე და პირადად ადევნებდა თვალს თავისი მითითებების შესრულებას. თავლები უკიდურესად გაივსო. ქვეყანა ისეთი ბარაქით აივსო, რომ ყველა ადიდებდა ახალ მმართველს. უფალმა არ მოაკლო იოსებს ოჯახური ბედნიერებაც. ცოლმა ასენაფმა მას 2 ვაჟი, მანასე და ეფრემი უშვა. დადგა 7 ძუნწმოსავლიანი წლები. სახელმწიფოში ყველა ფარაონს მიმართავდა დახმარებისთვის. ფარაონი კი მათ იოსებთან აგზავნიდა. მაშინ იოსებმა გახსნა საცავები ხორბლის გასაყიდად. თავდაპირველად ადამიანები თანხით იხდიდნენ ხორბლის საფასურს. თანხა რომ შემოაკლდათ, ყველაფერს რაც კი გააჩნდათ, გაყიდვა იწყეს და ფარაონის მონებად იქცნენ. იოსების გამჭრიახობით ასე გადავიდა ყველაფერი ფარაონის ხელში. შიმშილობა შორეულ ქვეყნებსაც მოედო და დაიძრა ეგვიპტისკენ ხალხი ხორბლის შესაძენად. ეგვიპტეში კი იმდენი მარაგი იყო ხორბლისა, რომ თავისუფლად შეეძლოთ სხვა ქვეყნებისთვისაც მიეყიდათ იგი. ჩვენ ადრე გიამბეთ ხეებზე, რომელთაც თავიანთ მერქნებზე აღწერეს ამ წლების რეალობა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, რა ბუნებრივი ძალები ზემოქმედებდნენ ხეების მერქნის, რგოლების, ფენების სისქეზე. ამ კუთხით ჩატარდა გამოკვლევა იმ ხეების ნარჩენებზე, რომლებიც შემონახულია სხვადასხვა პალეონტოლოგიურ და არქეოლოგიურ კოლექციაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ძველი ეგვიპტის დროიდან შემონახულ ხის საგნებს, რომლებიც საბედნიეროდ მოსალოდნელზე მეტიც აღმოჩნდა. თითქმის ყველა მშვენივრად იყო შემონახული და იძლეოდა საშუალებას ზუსტად დაედგინათ, რომელი ხე გამოიყენეს ამ თუ იმ საგნის დასამზადებლად. აღმოჩნდა, რომ საგანთა ნაწილი გაკეთებული იყო ხეებისგან, რომლებიც დღემდე იზრდება აბისინიასა და იმ ზემოთბის ოლქებში, საიდანაც სათავეს იღებს ნილოსი. მაგრამ არც თუ ისე მცირე ნაწილი გაკეთებული იყო იმ ხეებისგან, რომლებიც დღემდე იზრდება ნილოსის ხეობაში. ამ სახეობებს შორის ძველი ეგვიპტის დურგლები ყველაზე ხშირად ორს, ნილოსის აკაციას და სიკომორს იყენებდნენ. ამ სახეობების აგებულების შესწავლისას დადგინდა, რომ ნილოსის ხეობის მცენარეთა მერქნის რგოლების სისქე პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობით გადმოედინებოდა ნილოსი ნაპირებზე. საერთოდ ცნობილია, რომ ამ გადმოსვლაზეა დამოკიდებული ეგვიპტის მთელი ეკონომიკა. როცა ნილოსის გადმოდინება დიდი რაოდენობით ხდება, მცენარეულობა უხვად ხარობს და მინდვრებიც უხმოსავლიანია. ამ დროს მდინარის ხეობაში მცენარეების მერქნის რგოლები მსხვილ ფენას იკეთებენ, ხოლო წყლის მცირე გადმოსვლისას ქვეყანაში ნაკლებ მოსავლიანობაა.
მცენარეების მერქნების ფენის სისქეც შედარებით წვრილდება. როცა დადგინდა ეს პირდაპირი კავშირი მოსავლიანობასა და მერქნების რგოლების სისქეს შორის, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იოსების ცხოვრებაში აღწერილი ამბებიც 7 უხმოსავლიან და 7 შიმშილიან წლებზე უნდა ასახულიყო იმ დროის მერქნის რგოლებზეც. მეცნიერთა ყურადღება თავდაპირველად მიიქცია ერთმა მომცრო, კეთილსურნელოვანი საკმევლის ყუთმა, რომელიც დამზადებული იყო ნილოსის ხეობაში გაზრდილი აკაციისაგან და მეორე ეს გახდათ ერთ-ერთი მეფის ასულის სარკოფაგი, რომელიც გამოჭრილი იყო სიკომორის ხისგან. თვალში საცემად დაჯგუფებული იყო მერქნის 6 სქელი ფენის რგოლი და მას მოსდევდა ჯგუფები რგოლებისა, რომლებიც შედგებოდა 7 წვრილ-წვრილი მერქნის ფენისგან. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ნილოსის ნაპირებზე გადმოსული წყლების რაოდენობაზე ბევრად იყო დამოკიდებული ეგვიპტის უხვი თუ მცირე მოსავლიანობა. იოსებმაც სწორედ ასე განუმარტა ფარაონს მისი სიზმარი. ასე დაადასტურეს ხეებმა, რომ იმ დროს, როცა მმართველად იდგა იოსები, ეგვიპტე 7 წლის განმავლობაში ზედიზედ უხმოსავლიანი იყო. მომდევნო 7 წლის განმავლობაში კი ნილოსის წყალი მცირედ გადმოედინებოდა ნაპირებზე. ამიტომაც ეს პერიოდი ეგვიპტეში დაბალ მოსავლიანობით აღინიშნა. მაგრამ იოსების გულისხმიერებითა და გამჭრიახობით ეგვიპტე შიმშილობას გადაურჩა. მეფის ასულის სარკოფაგის გამოკლებებმაც იგივე დაადგინეს. ყოველივე ამან კი დაადასტურა, რომ ბიბლიურ მონათხრობს იოსების შესახებ საფუძვლად რეალობა უდევს. როდესაც ეს შიმშილობა დაიწყება და ეს მთლიანად იმ რეგიონს მოიცავს, როგორც ეგვიპტეს, ისევე მის მახლობელ ქვეყნებს, ხორბალი არ არის და იოსების მეშვეობით მოგროვებული აქვს იმედიანი რაოდენობა ხორბლისა, არა მარტო ეგვიპტეს, გაყიდვაც კი შეუძლია მას ამ ხორბლის. სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომ წაიღონ ხორბალი და ამ დროს მოდიან მისი ძმები, რომელთაც იცნობს ის, თუმცა ძმები ვერ ცნობენ მას და ის ამას განიცდის და ხედავს თუ რამხელა თანადგომარი უფლისა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც გამოირჩევს ის. თუმცა ძმებმა გაყიდეს, მაგრამ უფლის შემწეობა როდესაც არის, ისეთი ადამიანიც კი, რომელიც მონად იქნა გაყიდული, შეიძლება ღვთის განგებით და ღვთის მეოხებით ის სახელმწიფო სათავეში მოექცეს. არ ჩქარობდა იოსები თავის ვინაობის გამხელას. მას სურდა შეეტყო, ნანობდნენ თუ არა ისინი თავიანთ სასტიკ საქციელს მის მიმართ. გარდა ამისა, მას ძალიან აინტერესებდა ბენიამინისა და მამის ამბის გაგებაც და მიმართა იოსებმა ასეთ ფსიქოლოგიურ ხერხს, ყველას გასაგონად ბრალი დასდო ძმებს ჯაშუშობაში და როცა ძმებმა იწყეს თავის მართლება, სწორედ მაშინ შეიტყო, როგორ განცდებში იყო მისი მამა იაკობი და რომ ბენიამინიც ჯანმრთელი და ცოცხალი გახლდათ. შემდგომ უკვე მათ მიმართ აქვს ერთდროულად როგორც დიდი სიყვარული, ამავდროულად აქვს წუხილიც, რომ თავის ძმებმა ასეთი რამ გაუკეთეს მას, მაგრამ არანაირად არ აქვს სიძულვილი. ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს თავისი ოჯახი თავისთან ახლოს მოიყვანოს და დაახლოვოს. და ეს სიფრთხილით აკეთებს ამას, რადგან რო გაეგოთ მის ძმებს, რომ ეს იოსები იყო, რომელიც მათ გაყიდეს, შეიძლება შეშინებოდა და მთლიანად გაქცეულიყვნენ, ან თქვა წასულიყვნენ თავის ქვეყანაში და მეორედ აღარ მოსულიყვნენ. თვითონ არ დაბრუნებული, შეიძლება იაკობი წამოსულიყო და მისი ძმა ბენიამინი, მაგრამ თვითონ დანარჩენი ძმები არაფრით ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ თავისთავად შეეშინდებოდათ, რომ ეხლა ის მმართველობაში არის, დიდი სახელმწიფოს მმართველი არის და შეიძლება დაეხოცა ისინი. ამიტომ არ ეუბნება მათ, ამის გამო არ ეუბნება, არა რაღაც სამაგიეროს გადახდის გამო, არამედ ამის გამო, რომ ისევ მიიყვანოს თავისთან და აცხოვროს უფრო უკეთესად, ვიდრე მათ შეეძლოთ, რომ ეცხოვრათ, რადგან სწორედ ეს არის ღვთისნიერება და ღვთისგან გამორჩეულობა, რომ ისეთ ადამიანებს ირჩევს უფალი, როდესაც შეიძლება დიდი ბოროტება გაუკეთოს ადამიანმა, მაგრამ ის აუცილებლად ისევ სიკეთით დაუბრუნებს მათ. 3 დღის შემდეგ მისცა ხორბალი. სანაცვლოდ კი მძევლად დაიტოვა სიმონი. სანამ სხვები თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად უმცროს ძმას ბენიამინს არ ჩამოუყვანდნენ. მაშინ ძმებმა იწყეს ერთმანეთში თავიანთ ენაზე კამათი, რომ ყველაფერი მათ თავს იოსების მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამო დაატყდათ. ასე შეიტყო იოსებმა, რომ ძმები ღრმა სინანულში იყვნენ იმ საქციელის გამო. იოსები კვლავ აგრძელებს ძმების ფსიქოლოგიურ გამოცდას და მისი ბრძანებით ფარულად უდებენ ძმებს ტომარაში იმ ვერცხლს, რომელიც მათ ხორბალში გადაიხადეს. გზაში ძმებმა, როცა სახედრისთვის შვრიის ტომარა გახსნეს, აღმოაჩინეს ეს ვერცხლი
და გადაწყვიტეს უკან დაბრუნებისას დაებრუნებინათ იგი ეგვიპტელი მმართველისთვის. თუმცა ეს დაბრუნება ცოტა არ იყოს გაჭიანურდა, რადგან შეშინებული იაკობი არ თანხმდებოდა მათ ბენიამინის გაყოლებაზე. ამასობაში შემოელია ხორბალი იაკობის ოჯახს. მაშინ იუდამ შეჰფიცა მამას, რომ უვნებლად ჩამოუყვანდა ბენიამინს. და როგორც იქნა დაითანხმეს იაკობი და მან საჩუქრებიც კი გაგზავნა ძმების ხელით ეგვიპტელთა გულის მოსალბობად. იოსებმა კვლავ თავისთან მიიწვია ჩამოსულები. სადილობისას იგი მეტი ყურადღებით სწორედ ბენიამინს ეპყრობოდა. გამომშვიდობებისას კი მსახურს კვლავ უბრძანა ფარულად სწორედ ბენიამინის ტომარაში ჩაედო იოსების ვერცხლის სასმისი. და სამშობლოსკენ მიმავალ ძმებს მდევარი დააწია, რომელმაც ბენიამინის ტომარაში აღმოაჩინა დაკარგული ნივთი. მაშინ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ძმები ბენიამინს უკან გახვნენ და იოსების ფეხებთან ძირს დავარდნილები ევედრებოდნენ. ისინიც დაეტოვებინა მონებად ბენიამინთან ერთად. ამას კი ვეღარ გაუძლო იოსებმა, ეგვიპტელები გარეთ გაისტუმრა. თვითონ კი გამოუტყდა ძმებს, რომ იოსები იყო. ძმები ვერ მალავდნენ შიშს, სიხარულს და სირცხვილს ძმის წინაშე. იოსები ამშვიდებდა მათ და ანუგეშებდა, რომ ყველაფერ ამაში ღვთის განგებულება იდა და ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მას, ახლა უკვე ეგვიპტის მმართველს, შიმშილისგან დაეხსნა თავისი ქვეყანა. როცა უკან დაბრუნებულმა შვილებმა მამას ყველაფერი უამბეს, სიხარულისგან ატირდა იაკობი, მაგრამ მაინც არ დატოვა ქანაანი ღვთის კურთხევამდე. მსხვერპლშეწირვის შემდეგ გამოეცხადა უფალი, რომელმაც განუცხადა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამა შენისა, ნუ გეშინია ეგვიპტეში წასვლა, რადგან მე იქ წარმოვშობ შენგან დიდ ხალხს. მეც შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში, მე გამოგიყვან იქიდანაც. იოსები დაგიხუჭავს თავისი ხელებით თვალებს. იყო იაკობი იმ დროისთვის უკვე 130 წლისა. მათაც ისეთ ადგილებზე დაასახლებს, რომელიც ყველაზე უფრო ნაყოფიერი არის ეგვიპტეში, რადგან მდინარე ნილოსის სანაპიროებზე დასახლებიან ისინი და ამ პერიოდში მოხდება მათი, ესე იგი, უფრო მეტად განვითარება, მათი სარწმუნოების გავრცელებაც ხდება. ამ პერიოდიდან მე შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ მათი სარწმუნოებას გაიგებენ ეგვიპტელები. ისრაელიდან ჩამოსულებმა მალე აითვისეს ეგვიპტის საძოვრები. ამის შემდეგ იაკობმა კიდევ 17 წელი იცოცხლა. და როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თხოვა იოსებს. დაეკრძალა იგი თავიანთ საგვარეულო სამარხში, მახპელაში. შემდეგ კი შეკრიბა ყველა ვაჟი და განუცხადა, რომ მათგან წარმოიშობოდა ებრაელთა მთელი 12 ტომი, რომლებიც დაბრუნდებოდნენ ისრაელში და დამკვიდრდებოდნენ იქ. პირველ შობილობა კი იაკობმა იუდას მიაკუთვნა. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთაშუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. ამ სიტყვების აზრი შემდეგში მდგომარეობს. იუდას ტომი მანამდე იქნება ამერის სათავეში, სანამ არ აღსრულდება უფლის აღთქმა. დალოცა შვილები იაკობმა და სულიც განუტევა. გლოვა 40 დღე გრძელდებოდა. ამ დღეების გასრულების შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს მახპელაში, სადაც უკვე განისვენებდა სარა, ისააკი, რებეკა და ლეა. ის განგება ხშირ შემთხვევაში არის მიუსტომელი. თავიდან უფალმა გამოაცალკევა თავისი რჩეული ხალხი და ცალკე აცხოვრებდა მათ და ამ შემთხვევაში, როდესაც იაკობი ორჭოფობს, რომ ჩავიდეს ეგვიპტეში, მას ისევ ეცხადება უფალი და ეუბნება, რომ ჩავიდეს ის ეგვიპტეში და ის მასთან ერთად იქნება და იქ გაამრავლებს მათ და დიდს გახდის მის ოჯახს. როგორც ცნობილი არის, 70 ადამიანისგან სულისგან შედგებოდა მაშინ იაკობის ოჯახი, როდესაც ჩავიდნენ ეგვიპტეში. და როდესაც გამოყავს მოსეს ეგვიპტიდან, მაშინ არიან 600,000.